სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი იმერეთის ეპისკოპოსი, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით. ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანები, დღევანდელი დღე არის ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაული. ანუ ვითარცა თქმულ ვარს, ერთსა საეკლესიოსა საგალობელსა შინა, აწინდელი დღესასწაული არის დასაბამი თავი ჩვენისაც ხონებისა და გამოჩინება საუკუნოიდან დამალულისა საიდუმლოისა. მით უმეტესად უნდა ვცდილობდეთ ჩვენ ქრისტიანანი, რომ ვისარგებლოთ დღევანდელი დღესასწაულით, ჩვენ და აღსაშენებლად და სამოგეშვოთ. პირველად მიაქციეთ ყურადღება მასზე, თუ როგორ მოხდა ხარება, რა სიტყვებით გამოუცხადა მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწულს ნება ღმრთისა და რა პასუხი მიიღო ქალწულისა. შენიშნე, თუ არა რა შიშით და ეჭვით მიიღო ყოვლადწმინდა ქალწულმა სიხარულევანი სიტყვა მთავარანგელოზისა. საკვირველი და სანატრელი სიტყვები უთხრა ანგელოსმან მას, გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. ამისთანა სიტყვები ვის არ გაახარებდა, მაგრამ ქალწულმან მარიამმა არ მიიღო დაუფიქრებლად. ეს სიტყვა არ დაანება თავისი გული სიხარულსა, არამედ შეძორწუნდა, დაფიქრდა, ვითარმე არს მოკითხვა ესე. აქედან უნდა გამოვიყვანოთ ჩვენ პირველი სწავლება და მაგალითი, ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ, უნდა მივიღოთ დაფიქრებით, გააზრებით, მისთვის მოგცა ღმერთმან გონება, რომ ყოველი საქმე აღვასრულოთ მოფიქრებით და გონების დაძაბვით. გონიერად ვიქცეოდეთ. ადვილად დაჯერება სიტყვისა და ამბავისა, რასაც გაიგონებს კაცი, არის ნიშანი უსაფუძვლო და უგუნური გონებისა. გონების სისუსტისა და მრავალგზის ვნებას და ზარალს მისცემს კაცს ეს ასეთი აზროვნება. ახლა მივიქცეთ კიდევ სახარების მოთხრობისადმი. ხარებასა ზედა, როდესაც ანგელოსმა შეატყო ქალწულს, რომ იგი შეშინდა და დაფიქრდა, უთხრა, ნუ გეშინინ მარიამ, რამე თუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა და მერე აუხსნა, ვინ იშვება მისგან და რასა შინან მდგომარეობს ეს ყოველი. დიდი საიდუმლო, მაგრამ ყოვლადწმინდა ქალწულმა მაინც არ დაიჯერა და კიდევ ეჭვით მიუღო. ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამე თუ მე მამაკაცი არა ვიცი. მთავარანგელოზმა აუხსნა მას, რომ შობა მისგან იქნება სულისაგან წმინდისა. ამასთანავე გაახსენა მას ძალი და ყოვლად შემძლებელობა ღმრთისა, რომელიცა გამოჩნდა ნათესავსა ზედა მისა ელისაბედსა, რომელი იყო ბერძი, ასაკოვანი და მისცა ღმერთმა შვილი სიბერესა შინა. და მაშინ მხოლოდ დაემორჩილა ყოვლადწმინდა ღმრთის მშობელი და რქვა მას, აჰა, ესე რა, მხევარი ღვთისა, მეყოვნე მე სიტყვისა ებრშენისა. ეხლა ძმანო ჩემო, დავფიქრდეთ იმაზე, ერთის მხრივ, როგორ მიიღო ესოდენი გადნიერება ქალწულმა მარიამმა, რომ ხედავდა წინაშე ქვისა ზეციერსა მახარებელსა, შეატყო, რომ იგი არის მთავარანგელოზი და მაინც მალე არ დაუჯერა, არამედ გამოაცხადა იჭვნეულობა თვისი და მოითხოვა მისგან დამტკიცება და ახსნა მისი ხარებისა. მეორე მხრივ, როგორ დაუთმო მთავარანგელოზმა, არ აყვედრა მას თავისი იჭვნეულობა და პასუხის გება,
აქ გავიხსენოთ, რომ როდესაც იგივე მთავარანგელოზი გაბრიელი წინად ამისა გამოეცხადა ზაქარიას ტაძარსა შინა და ახარა მას შობა შვილისა და როდესაც ზაქარიამ არ დაიჯერა, უთხრა, როგორი იქნება ეს ამბავიო, ვინაიდან მე და ცოლი ჩემი ღრმად მოხუცებულნი ვართო. მაშინ განურისხდა მას და ფიცხელი სასჯელი დასტვა მასზე და უფალმა. ესე იგი, მოაკლო მეტყველება, მაგრამ საუბარია, მიხვდით თქვენ, ალბათ იოანე ნათლისმცემელის მშობლებზე. მაგრამ აქ ყოვლადწმინდას არათუ არაფერი აყვედრა, არამედ დიდი კრძალვით და მოთმინებით დააჯერა იგი და არ განეშორა მას, ვიდრემდის არ გაიგონა მისგან. აჰა, ესე რა მხევარი ღვთისა. ეს მისთვის მოხდა, ძმანო ჩემნო, რომ ზაქარიამ მართლა გულში გამოაჩინა ურწმუნოება, მაგრამ ყოვლადწმინდა მარიამი არა ურწმუნოებით და უსასუებით გამოჰკითხავდა მთავარანგელოს, არამედ სასუებით და სიმდაბლით. ყოვლადწმინდისა სისწორით უნდოდა შეტყობა ღმრთის ნებისა. ეშინოდა, რომ არ შესწდეს გონიერებით და დაფიქრებით, როგორითაც წინადავს თქვით სულ და აღსრულება ღვთის ნებისა და როდესაც ყოველივე კარგად გაიგო, მაშინ დაემორჩილა და თქვა, აჰა, ესე რა მხევარი ღვთისა. აქედან გამოდის მანო და დანო ჩემნო, დიდი სწავლა ყოვლისა კაცისათვის. ღმერთს არ სურს ძალით და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე, ანუ დაგვიშალოს რომელიმე მოქმედება. თუმცა ზეციერი ჩვენი მამა არის კეთილი, მართალი, წმინდა და სურს, რომ ჩვენც ასეთნი ვიყვნეთ, მაგრამ შიში და იზულებით არ გაგვაკეთებინებს ჩვენ კეთილ საქმეს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით. მას სურს, რომ ჩვენი კეთილ მნებებლობით ვიქმოდეთ ყოველივე კეთილსა საქმესა. მეორეს მხრივ, ღმერთს ეძაგება ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, უსამართლოება, ცოდვა, მაგრამ არ შეუძლია მას, რომ ცუდსა უსჯულოს კაცს მოუსწოს ყოველი საშუალება ცუდი საქმის აღსრულებად, მაგრამ ამას არ ნებულობს ღმერთი, რა კი ერთხელ ღმერთმა შექმნა კაცისა და მისცა თავისუფლება და გონება. აღარ ნებულობს, რომ დაუშალოს მას თავისი ნებით და ჭკუით მოქმედება, ანუ თავისუფალი ნება აქვს თითოეულ ადამიანს. ღმერთი მხოლოდ გვაცნობებს ჩვენ თვისა ნებასა. მან შეგატყობინა რა უყვარს მას და რა ზულს. გვაცნობა რა არის ჩვენთვის სასარგებლო და მავნებელი. რითი შეგვიძლია ჩვენ რომ მას საქმო ვეყოთ, ანუ განვარისხოთ. მოგცა დაებრივი სჯული, განსანათლებელად ჩვენ და შემწეობა, რასაც აძლევს მადლით თვისით. ყოველსა კაცსა, რომელი დაემორჩილება მისსა ნებასა და მოინდომებს სულის ცხონებასა. დანარჩენი ჩვენ უნდა ვქმნათ, ჩვენი კეთილით ნებით და სურვილით. მას დაემორჩილე ღმერთსა, ვითარცა ყოვლადწმინდა ქალწულმან, მეტყველმან, აჰა, მხევარი ღვთისა. სანატრელი არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მთელი ქვეყანა უწოდებს მას ნეტარად, აქებს და ადიდებს, მაგრამ რით მიიღო მან ესეთი ღირსება? მით რომ დაემორჩილა სიტყვასა ღმრთისასა და არა მხოლოდ მით რომ მისგან იშვა იესო ქრისტე. სახარება მოგვითხრობს ჩვენ, რომ ერთხელ, როდესაც იესო ქრისტე იყო გარემოცული ურიცხვითა ხალხითა და მას მოახსენეს, რომ დედა მისი და ძმანი ეძებენ მას და ნახვა უნდათ მისი, მაცხოვარმა მიუგო, ვინ არის დედა ჩემი და ძმანი ჩემი. შემდეგ ხელით თვისით აჩვენა, მოწაფენი თვისნი და რქვა, აჰა, დედაი ჩემი და ძმანი და დანი ჩემი. რამე თუ რომელმან ისმინოს სიტყვა ღვთისა და დაიმარხოს,
იგი არის დედა ჩემი, მამა და დაი. გესმის ესაც მაუჩემო. შენც შეგიძლია შეიქმნა იესო ქრისტეს დედა, ძმა და დად. უკვე თუ დაემორჩილები სიტყვასა ღმრთისასა, ისე რომ მსგავსად ყოვლადწმინდისა მარიამისა, სიღრმიდან წმინდისა დაწრფელის გულისა შეგეძლოს წარმოთქმად. აჰა ესე რა ძე, აჰა ესე რა მე მონაი ღვთისა და იყავ ნება შენი ჩემდა, სიტყვისებრ შენისა, ამინ. ერთმა შეგვაძლევინოს, რომ ყოველივე ჩვენს საქმეში იყოს ნება ღვთისა. როდესაც ღვთის სწავლებას განმეშორებით მაშინ ვხვდებით, რომ როგორ მძიმე და ცუდ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ამიტომ შევეცადოთ, რომ აღვასრულოთ ღვთის ნება. შეცდომას დავუშვებთ, შეგვეშლება, შევეცადოთ, რომ კვლავ და კვლავ აღვასრულოთ ნება ღვთისა. აი ნახეთ, როგორი სიტყვები არის სახარებიდან მოხმობილი გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ, როდესაც მაცხოვარი უწოდებს თავის დედა და ძმება და დებად და ახლობლებად იმ ადამიანებს, რომლებიც მის გვერდზე იმყოფებიან. ღმერთმა შეგვაძლებინოს თითოეულ ჩვენთაგანს, რომ მსგავსნი ვიყოთ ღვთის წინაშე. ჩვენც ვიყოთ მისი ძმანი, დანი, ახლობელი, ჩვენი ცხოვრების წესით. უნებრივია, რომ ვერც გაკადნიერდება ადამიანი და იფიქრებს იმას, რომ როცა უმძიმე სოდებში იქნება, რომ ღმერთთან ახლოს ყოფად მიჩნიოს თავისი თავი. ეს უკვე სინდისის სახილია და ასეთი სინდისის სახილი ღმერთმა ყოველთვის ჩვენთან ამყოფოს, რომ შეგვარცხლინოს, ვასწავლოს და უფლის ნებას დაგვამორჩილოს. აი მე კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო ამას ცოტა შეიძლება ძიმე მოსასმენი იყოს, მაგრამ რეალობა ასეთია. უფრო ახლობელია ჩვენთვის ზოგიერთ ოჯახის წევრზე უფრო ახლობელია ისეთი ადამიანი, ვინც ჩვენს გვერდზე იმყოფება ეკლესიური ცხოვრების გზაზე, რწმენის გზაზე. ის უფრო ახლობელია ზოგიერთი ოჯახის წევრი, რომელიც გაუცხოებულია ღმერთთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ნათესაური კავშირის თვალსაზრისით შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი ენად. და ის ადამიანი კი, რომელიც ჩვენთან ერთად ცდილობს, რომ იყოს მუდამ ჟამს ლოცვით, არის ნამდვილი ჩვენი ახლობელი. აი ეს სახარებისეული სიტყვები, რომელიც თქვენ მოისმენთ ძალიან, აი ამ თუნდაც ელემენტარულით მტკიცდება. უფრო მეტ დროს ჩვენ ვატარებთ ერთმანეთთან, ვიდრე ზოგიერთ ოჯახის წევრთან. ეს სამწუხარო მოვლენაა, მძიმე მოსასმენია და ღმერთმა შეაძლებინოს მათაც ჩვენც, რომ ოჯახის წევრები პირველ რიგში უნდა ვიყოთ ახლობლები და რითი უნდა ვიყოთ ახლობლები. არა მარტო მხოლოდ და მხოლოდ ნათესაური კავშირით, არამედ უფლის ღმერთის მიერი კავშირით. აი ეს არის ალბათ იდეალი ყველა ოჯახისათვის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლოს ვევედროთ, რომ ასეთი ოჯახები გქონდეს პირველ რიგში და ასეთი ურთიერთობა გქონდეს მარადის და ერთად სათასასოფლოში შემდეგ გვეხაროს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვიგოცოთ.